Subjekturat ბიზნესზე ვართ რა დამოკიდებული ჩვეულებრივად ხო აღიარო რომ კონკრეტულად ამ ადამიანის იმედზად ხარ ანუ სხვა არც ერთი ინსტიტუტი არ გიმუშავებს არაფერი არ გაზღლებს და მხოლოდ ბიზნა ივანიშვილის იმედად ხარ ეს კაცი რა ხასიათზე იქნება რა მოუვა თავში და წარმოდგენაც არ აქვს სინამდვილეში ეს ადამიანი რეალურად ვინ არის და რა უნდა ანუ წარმოგიდგენთ საზოგადოება, რომელიც ამდენი წელია ამ ადამიანის პირობებში ცხოვრობს და ვაფშე ვერც კი ხვდება და ვერც კი წარმოდგენაც არ აქვს, რომ რა მოვლენები ახდენს გავლენას იმ პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომელსაც ქართული ოცნების გუნდი განიცდის. როდის რატო უშვებენ სიტყვაზე, არ ვიცი, უშიშროების მინისტრს, რატო უშვებენ, არ ვიცი, პოლიციის შეფს, ან ვიღაცას, არავისი საქმე არ არის. ეს ხო მარტო ბიზნა ივანიშვილის საქმეა და როგორ შეიძლება ეს მომწონდეს? ანუ ყველაფერს თავიდანებო ხო რისკი არსებობს. ანუ შენ თუ ერთ ადამიანზე ხარ დამოკიდებული, მე თავიდან ამ ლაივის დასაწყისში ვამბობდი, რომ საქართველოს არასოდეს თავისი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა ისეთი ცენტრალიზებული ქვეყანა, ჩვენ დეცენტრალიზებული ქვეყანა ვიყავით, სხვადასხვანაირი წესრიგით, სხვადასხვა კუთხეებში, ვიცი, თემებში, თავისი სასამართლოებით, თავისი, არ ვიცი, მართველებით, რომლებიც შეიძლება ერთმანეთში ხშირად ვერ თანხდებოდნენ, არ თანხდებოდნენ, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით შეიძლება ამან გადაგვარჩინა რა, ანუ ამ მრავალფეროვნებამ, როგორც ქართველი ხალხი რაღაცნაირად მოგვიტანა ამდენი 1000 წლეულის განმავლობაში. და ეხლა სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილმა რომ ესე რაღაცა გადაწყვიტოს, ეს ხომ მთელ ქვეყანას ყოველგვარი კრიტიკული დაპირისპირების ან რაღაცის გარეშე ეხება. ერთი ის არ მოგვეწონა და ესეც მე მგონი რაღაც კომიკურია, რომ თქვეს რომ ევროპისკენ აღარ მივდივართო და არ გვინდაო, მანდაც კი არგუმენტი ჰქონდათ მომზადებული. მე რო ვიძახი რომ ევროპა არ ვიცით რა არის მეთქი. ანუ არ გვილაპარაკია რა არის. ანუ პირველი ხო ის არის რომ არ გვილაპარაკია რა არის. ანუ რაღაცაზე თქვეს უარი, რომელიც არავინ არ იცის რა არის და ამის გამო პოლიტიკური კრიზისი გვაქვს ქვეყანაში. ანუ წარმოიდგინეთ, რომ სიტყვების მეშვეობით, ბავშვებს პიზას ტესტებს რო უტარებენ და ბავშვებს რო არ შეუძლიათ წაკითხული და შინაარსის გამოტანა. ზუსტად ასე არც კი ვეცადეთ, რომ შინაარსი გამოგვეტანა სინამდვილეში ან მანამდე სად მივდიოდით, როცა ქართული ოცნება გენდერულ კანონმდებლობას ღებულობდა და როცა სოციალისტური რაღაცა კავშირის წევრი იყო ევროკავშირის რაღაც ევროპარლამენტში თვალსები მეორე ზომით მეორე იყვნენ სოციალისტები და იმათი წევრი იყო ქართული ოცნება. დღეს რო კობახიძე წასული იყო უნგრეთში კონსერვატორების პარტიულ რაღაცა თავყრილობაზე. მანამდე იყო სოციალისტების თავყრილობაზე დადიოდნენ. ხვალე რომ შანსი გვაქვს რომ ისევ ვოუქები გავხდეთ, თუ საჭიროება მოიტანს ამას. ან მაგალითად მნიშვნელობა აქვს, ჩინელები გავხდეთ, ან არ ვიცი, რუსები გავხდეთ, თუ რა ვიცი, რაღაცები გავხდეთ რა. ეს ხო ჩვენზე არ არის დამოკიდებული და შესაბამისად ეს მგონია ყველაზე დიდი პრობლემა არა მარტო ბიძინა ივანიშვილის, არამედ ყველა იმ მმართველის, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს მართავდა. თითოეულ მათგანს ჰქონდა შანსი, რომ საქართველოს დამფუძნებელი მამა გავხდარიყო. რა იმას ზვიაც ხო ქონდა და ქონდა ედუარდსაც ქონდა მიშასაც ქონდა და ბიძინასაც ქონდა და ოთხივე ამ პრივილეგიაზე ადამიანურ პრივილეგიაზე ხო უარი თქვა ხო და ეს არ მომწონს თორე პერსონალურად როგორც რაღაცა მიშა არ მომწონდა იმის გამო რასაც ის აკეთებდა ზუსტად ეს იგივე სისტემა რო აქვს ბიძინას ეგეც არ მომწონს მაგრამ ხასიათი აშკარად განსხვავებული აქვს რა. ოღონდ ეს ხასიათი ხო ცვალებადია. ხვალე ხო შეიძლება სხვანაირი იყოს. რავი, ადამიანები ხო იცვლებიან. ხო არ ყავდა ის 60 პატიმარი არასოდეს პოლიტიკური მოტივით ციხეში. არასოდეს ამ ქართული ოცნების მმართველობის პირი. ეხლა ხო ყავს. ანუ ეს რაღაცა ხო შეიცვალა. ან ყოველ შემთხვევაში ის სცენარი ისე არ მიდის და რაღაც მსხვერპლშეწირვა დაჭირდა და რა პრობლემაა კაცო 60 ადამიანი რო შევწიროთ ჩვენს პოლიტიკურ მიზნებს რა პრობლემაა ხო და ეს როგორ შეიძლება მოგწონდეს ჯაფარიძეს არ გულისხმობ და იმას რა ქვია მელიას არ გულისხმობ ჩვეულებრივ ადამიანებს გულისხმობ რა ამ შემთხვევაში მე თუ მკითხავ მორალურად შეიძლება ესენი იმსახურებდნენ კიდეც არათუ იმსახურებდნენ მელია ვაფშე იძახდა რომ ფუფუნებაო ეხლა ციხეში ყოფნაო ანუ წარმოიდგინეთ რამხელა ტანჯვაში არიან როდესაც
თუნდაც ისეთ ჟურნალისტებთან, როგორიც გრიგოლია ან ფორმულა ჟურნალისტები არიან, დადიან და რაღაც ისეთი უნდა იბოდონ, ანუ წავიდნენ რამხელა ნიჭი ჭირდება, რომ საათობით რაღაც იბოდო ისეთი, რომ აზრი არ იყოს, უბრალოდ აი სიტყვები იყოს ასეთი ისეთი და აი შანსი არ იყოს, რომ აზრი გამოიტანო. და ხო აი ამის ჩემპიონატი მიმდინარეობს ქვეყანაში, რომ როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ისე, რომ ვერაფერი ვერ გაიგოს. და ჩვენი პოლიტიკოსები ამ განსაკუთრებული ნიჭიერებით არიან დაჯილდოებული. ხო და ეს არ მომწონს, აი ზოგადად აი ეს სიტუაცია და ეს სისტემა მგონია საშიში ზოგადად, არა თუ არ მომწონს, ზოგადად საშიში მგონია. იმიტომ რომ ნებისმიერი რეალური გარე საფრთხე ხო იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არაფრისთვის არა ვართ მზად. აი საერთოდ არაფრისთვის არა ვართ, როგორც საზოგადოება მზად. რა ვიცი, ერთადერთი ბიზნეს იმედზე ვართ, ხო და ბიზნეს იმედზე ყოფნა, ერთი ადამიანის იმედზე ყოფნა, რაც არ უნდა ეს კაცი კეთილი და ასე შემდეგ და ასეთი იყოს, ისეთი იყოს, 3.5 მილიონი ადამიანისთვის არის საშიში.